ძველად თურმე ამ ალაგებში სადღაც ოდესღაც რომ სოფელი იყო და ახლა მისი კვალიც კი აღარ ჩანს. ერთი ბრძენი კაცი ცხოვრობდა. სახელგანთქმული თავისი გონება-მახვილობით. ერთ დილას ადრე, როცა წყაროზე მიდიოდა, უცნაური ხმა შემოსმენია და რომ დაკვირვებია, ხაფანგში გახვეული საკმაოდ დიდი შხამიანი გველი შეუნიშნოს. გადაწყვიტა რომ უნდა დახმარებოდა შხამიან დიდ გველს. თავისი ჯოხით ფრთხილად და ნაზად გაუფართოვა ეს ყულფი, მერე ხელიც მიაშველა, გამოიყვანა, შინ წაიყვანა. ჭრილობებიც დაუმუშავა თურმე და კვებაც დაუწყო და გველიც საკმაოდ მშვიდად იქცეოდა თურმე. მაგრამ ერთ დილას, როცა ეს ჩვენი ბრძენი კაცი გამოსულიყო და ამ საოცარი ხედებით ტკბებოდა სადღაც აქ, მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა და ალბათ თვითონაც. უჩუმრად გამოსრიალდა გველი და პირდაპირ კისერში უკბინა. ისეთი სახით შეხედა თურმე ამ ბრძენმა კაცმა გველს, რომ ელოდა იმას, რაც გარდაუვალი იყო. მალევე მოკვდა ეს კაცი. გველი გასრიალდა. გამწარებულმა ხალხმა დაიწყო ძებნა და იპოვა. გვერდით სოფლიდანაც ეშველებოდნენ და გვერდით სოფლელმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, არ მოკლათ გველი, გაუშვით. იმიტომ რომ მან ჩვენ თავისი სიკვდილით კიდევ ერთი დიდი გაკვეთილი გვჩვენა, რომ კი, ის ამბობდა, რომ ყველა გველია, მაგრამ ყველას შხამი არ კლავსო. მაგრამ მან გველს შანსი მისცა შანსი რომ გამოსწორებულიყო. მისცა შანსი რომ გაეკეთებინა სწორი არჩევანი, დაეფასებინა და მადლიერი ყოფილიყო. თავისი სიკვდილით ამ კაცმა ახალი ჭეშმარიტება გახსნა, რომ ბრმად გაკეთებული სიკეთე გულუბრყვილობაა, რომ ყოველ ჯერზე თუ შენ აპატიებ, გამოდის რომ შენ მას კვებავ. აპატიო გველს იგივეა რომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანო. გაწირო საკუთარი თავი ან სხვები. ხშირად ნამდვილი კეთილშობილებაა არ აპატიო. გაუშვა, გასრიალდეს ან მოკვდეს. ჯობია მოკვდეს ვიდრე ვინმე საუნოს. ბევრი ადამიანი ატარებს ნიღაბს, მაგრამ შეიძლება ნიღაბი შეიცვალოს, მაგრამ ზნეს და ხასიათს არ იცვლის. აპატიებ ერთი ნაბიჯით მოგიახლოვდება, იმიტომ რომ ის გველია. ჩვენ შორის არიან გველები.